სახლი დაიწყო მამაჩემ, მე მამაჩი გარდაეცვალა. და დავიწყეთ 90-იანებში, ესა მე დავჭერე არის აქ. ცხოვრება შეიცვალა და მინდა ყურადღება მოგაქციოთ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. კუხნის იგივე სადაც არის ჩამოვარდი სუდა, ბალკონები ჩამოვარდნილია. ეხლა აგიც სადაც არის ჩამოვარდი. ძალიან ყველა შემოწმებაზე გეოლოგმა კი მითხრა, რომ აქანე გაუფრთხილიო, რანაირად უნდა გაუფრთხილდე, როცა გინდა არ გინდა ვიარები კუხნა არის, გავედი, გამოვედი, მოარიდი ბავშვიო, რანაირად მოვარიდო. მაშინ სადმე სხვაგან უნდა ვიცხოვრო, ხო? რაღაცა ხომ უნდა მომცა საცხოვრებელი. ან რაღაცა ქირა რამე. რომ გადავიდი. სახლი აშენებული 90-იან წლებში. უფრო ადრეც იყო დაწყებული, მე მამა მოვიდა და დაიწყე მე 90-იან წლებში გავარდი. რაღაც ცხოვრება შეიცვალა და დავჭირა. გეოლოგები რომ ყავდა, მათ მითხრეს, რომ ეგო ყველაზე საშიშიაო და იქ წინა ბალკონი. ბაღანა მოარიდიო. რომ ეს ძალიან დაწევლიაო და ცოტა რა მომენტში მასიზემს მავინიცის. სანაირად მოვარიდო. ვეძებ რაღაც სამუშაოს, დიდ ფიზიკურ სამუშაოზე ვერ მუშაობ. ჟამავს და ამდენ ძინე სამუშაოზე ვერ მუშაობ. თუ რამე ნახეს ეს სამუშაოები რაღაცა ესე გამოდის. ხო მაძლევენ აგერ ქირის იმას რაღაცა მეცეს და უდგებიუდა და წავიდოდი. ამ შიშის გზნობას არ მირჩე და სულ ასე ვარ. ხან იქეთ ვარ, ჩემ ძმასთან, ხან იქე ცუდამინებში რომელიც როცა მეშინია თოვლიანობაზე ვიყარ, თოვლიანობაზე ის ბალკონები ჩემოდოდა. რაც შიში ვჭამეთ, მე არ ვიცი. მაშინ ყავდა გამოძახებული ეს გაგრას. იმის მე რომ ორჯერ იყო მოსული. აქ. ვაგეს ვიმართეთ უკვე 3 წლის და ყოველ წელიწადს რა ვიცი. აბირდე მე რაღაც შეგვიბრუნდელო. და მე ამ ბოლოს დაგვირდნენ 20,000 ლარი. და შეხედე 20,000 ლარი არ ყოფილი და ვარიდო. მაგანე დადის ბავშვია. გადის გამოდის თამაში. აქ სულფები ცვი. გაია გამოია სულფი. და ვაპირებ დემონტაჟს. რაიმე ახლის აშენება. უნდა დასმული რომ ეს დასაშალი. წვიმა გამოდის შეიძლება. პროგრამაში ჩასვლა არ ვქოთ. ჯერ დამპირდნენ ვიზიტიც გამაკეთები ეს ვერდბანკში რომ ქირით უნდა გავეშვა. მე შეგვიბრუნდა რაღაც. ო, გაჩერეს. მე შემდეგ კიდევ მიმართეთ 20,000 ლარი დავგვირდი. დემონტაჟის. მეტი არაფერი არ დაგვირდი. იმიტომ რომ სირისტი აქ ხედავთ რომ ბავშვი იზრდება. ესეც უკვე ხედავთ იშლება. აქაც სულ მოდის წყალი. ასედაც სულია მიხდება. ქირით გაყვანა არ უთქვიან და ნეტა მათზე იყოს გავიდოდი. ქირით გაყვანა ვინ თქვა, არავინ პირიქით მაგაზე დავდიოდი და არაფერ პასუხს არ მაძლევდნენ. რამდენი ხანია? ქონდა აგერ ერთი თვე ქნები გასულა. მაგაზე რამდენი ვირბინე მე რომ ქირით გაყვანა, მაგი გამეკეთონ არ მინდა არაფერი. ქემაც ბაღანა არ მოიყოლება. აბა შიშის გრძნობაში. გეოლოგები დასკვნა მოგვიდა ასეთი საცხოვრებლის სახიფათოა საცხოვრებლად.
ბავშვი ვარიდე. და საჭიროა დემონტაჟი. საბოლოოდ როდის ერთი წელი იქნება გასული არა? თუ არც იქნება მგონი ერთი წელი. ეს ერთი წელი ხარე. თავიდან დავწერეთ განცხადება და ვიყავით გამგებაში, სთხოვე ირაკლი ცეცხლაძე, ახალი იგი იყო გამგებელი და ხელებული. ხო და სთხოვე იქა ბიჭებს რომ მინდა მათთან ლაპარაკი გასაუბრება უბრალოდ ჩემი სახლის პრობლემის შესწავლა მინდოდა რომ გაიგო რომ ასეთი მდგომარეობა არის. რომ შეთ არ იცხოვრება აუღარებელი მდგომარეობა. ბაშია სახლი და დალაპარაკება მინდა უბრალოდ. მე რაღაცა კაი ხანს ვუცვადე, ჯერო დაელოდეთ. უცდიდი ერთი ნახევარი საათი ვიცადე. მე რაღაც ბაკლავები მომიტანეს, კופე მოთხარ არაფერი არ მინდა მეოთხარ, მე მაგისა არ ამოსვე. ველოდები მეოთხარი ირაკლი ცეცხლაძეს მეოთხარი, რომ დაველაპარაკო სერიოზულად ჩემი მდგომარეობა ვუთხრა რომ ასეთი მდგომარეობა მაქვს მეოთხარი ბავშვი მყავს შით მეოთხარი სირისტია შით არის ცხოვრება ძალიან ცუდი მდგომარეობა მეოთხარი აი ესა და ეს მინდოდა მეოთხარი თერაპია პასუხი მასე პირდაპირ შენო ვერ შეხვდებიო მასე ადვილი არ არისო შეხვედრა მაგასთანო ჯერო უნდა დაუკავშირდეო ერთ ტელეფონით მეოთხარი ტელეფონით ასე აგერ მოვედი და ტელეფონი რა თქმა მეოთხარი კაბინეტი აგეთ მასწავლეს ესაა მისი კაბინეტი და მოვედი მის კაბინეტში